ევროპისთვის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად მიიჩნევა, რადგან მათი აზრით დემოკრატია რუსეთისგან დაშორებას და დასავლეთისკენ სვლას გულისხმობს. ასე რომ მათთვის რუსეთთან მოლაპარაკებები დაუშვებელია. სწორედ ამიტომ ახალისებენ ისინი ომს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოშიც ჩატარდა არჩევნები, რომელიც სამართლიანი და თავისუფალი იყო. ხალხმა აირჩია ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა არანაირი სურვილი არ აქვთ რუსეთთან მეორე ფრონტის ხაზის გახსნისა. ეს კი ევროპელებს არ მოსწონთ და სწორედ ამიტომ შეეცადნენ ისინი მთავრობის დამხობას თბილისში. თუმცა საინტერესოა, რა მიზეზს იყენებენ ევროპელები მთავრობის დამხობის ლეგიტიმაციისთვის. რასაკვირველია, ეს დემოკრატიის დაცვის მიზეზით კეთდება, რადგან თუ რუსეთთან მშვიდობას ამჯობინებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპას, დემოკრატიას და თავისუფლებას შორდები ავტორიტარიზმის, ანუ რუსეთის სასარგებლოდ. დემოკრატიის დაცვის საბაბით ევროპას ყველაფრის ჩადენა შეუძლია. მოლდოვაში არჩევნების გაყალბება, რუმინეთში არჩევნების გაუქმება და ასე შემდეგ. ყველაფერი დაშვებულია დემოკრატიის სახელით. თუმცა ისინი ვერ ხვდებიან, რომ დემოკრატიას ამ ქმედებებით თავადვე ანადგურებენ. სწორედ ეს არის იდეოლოგიური ფუნდამენტალიზმი. მათ არ აინტერესებთ, რას გულისხმობს დემოკრატია რეალურად, რადგან თავიანთ თავებს მიიჩნევენ დემოკრატიად. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ისინი კეთილისა და ბოროტის დიქოტომიაში მოქმედებენ. სწორედ ეს იწვევს ასეთი დონის რადიკალიზმსა და ფუნდამენტალიზმს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.